ბიჭო. ემოციის იდეა თავიდანვე გაჩნდა, რომ ეს უნდა დაგერქმეოთ თქვენს არის თუ ყვავილების არა, ყვავილები საერთოდ ყვავილები ანუ ჩვენი ასე ვთქვათ სეკონდარ მეორე ხარისხოვანი რაღაც მიმდინარე ბიზნესია. ანუ ემოცია ძალიან სასაცილოდ გაჩნდა ეს სიტყვა ჩვენი უკრაინელი მეგობარი, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში, რაღაცა პატარა საჩუქარი გაუკეთა ჩვენმა თანადამფუძნებელმა და ამ გოგონამ თქვა ესეთი სიტყვები პატარი ემოციო. და ანუ ჩვენ იდეაში უკვე მუშაობდით ამ პროექტზე, ამ იდეაზე და სახელი არ ქონდა შერჩეული. შემდეგ დავფიქრდით ამ სიტყვაზე, ემოციაზე და მივხვდით, რომ ადამიანები ერთმანეთს შუქნიან თუნდაც მატერიალური ნივთების საშუალებით ერთმანეთს შუქნიან ემოციას და ალბათ სიცოცხლის ბოლოს რაც გაგვახსენდება, არავითარ შემთხვევაში არ გაგვახსენდება ტელეფონები, მანქანები და ასე შემდეგ გაგვახსენდება ის ემოციები, რაც ოდესმე ჩვენში ჩვენთვის უშუქებიათ გამოწვეულა და ასე შემდეგ. ჩვენი კომპანია მაქსიმალურად დადებით ემოციებს შუქნის მომხმარებელს და ფიქრობთ, რომ ნებისმიერი ჩვენთან საჩუქრები იწყება 5 ლარიდან და ადის 20,000 ლარამდე, რაც დღესდღეობით გვაქვს საიტზე. აქედან გამომდინარე, ანუ ყველაფერი ემოცია არ არის გადამწყვეტი, თქვათ 200 ლარიანი იქნება ეს საჩუქარი თუ იქნება 10 ლარიანი. და ზუსტად ამას ვარ ჩვენი ამას ვცდილობთ, რომ ხაზი გაუსვათ ჩვენ სასაჩუქრე ყუთები ჩვენი მისავალს იბარათებით, რომელიც მე აქ მქონდა